ფრენის მონაცემების ჩამწერი, ეგრეთ წოდებული შავი ყუთი იპოვეს 13 სექტემბერს, ხოლო კაბინის ხმის ჩამწერი მომდევნო დღეს. გამოძიებამ თავდაპირველად უარი თქვა ჩანაწერების გამოქვეყნებაზე და უარყო მგზავრთა ოჯახის წევრების მოთხოვნა. თუმცა შემდეგ ფრენის მსხვერპლთან ათესავებს ჩანაწერები მოასმენიეს დახურულ სხდომაზე 2002 წლის 18 აპრილს. მეოცე და არშემდგარი გამტაცებლის სასამართლოზე ნაფისმა მსაჯულებმა ჩანაწერები მოისმინეს როგორც პროცესის ნაწილი. 93 რეისის ოჯახის წევრების თხოვნით ჩანაწერები საჯაროდ დღემდე არ გამოქვეყნებულა. 2001 წლის 19 სექტემბერს ეკიპაჟის წევრები და ბორტზე მყოფი მგზავრები, ცხადია გამტაცებლების გამოკლებით, წარადგინეს კონგრესის ოქროს მედალზე. მედლის უკანა მხარეს არის წარწერა: ერთ დღეს ერთ ველზე ღირსების ველი სამუდამოდ. შეიცვალა ნიუ-იორკის აეროპორტის სახელი ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტიდან ნიუ-იორკის თავისუფლების საერთაშორისო აეროპორტად. ამ აეროპორტის A ტერმინალის მე-17 გასასვლელთან დღემდე ფრიალებს ამერიკის დროშა. ბიმერის ბოლო სიტყვები ამერიკის ეროვნულ გამონათქვამად იქცა. მალევე თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილზე ბორტზე მყოფთა ხსოვნის დროებითი მემორიალი, ხოლო 2011 წლის 10 სექტემბერს მუდმივი მემორიალის პირველი ნაწილი გაიხსნა. 2015 წელს იმავე დღეს იქ გაიხსნა ბეტონის და შუშის ვიზიტორთა ცენტრი. ის განლაგებულია ბორტზე, რომელიც გადაყურებს რეისი 93-ის ჩამოვარდნის ადგილს და მგზავრების და ეკიპაჟის წევრების სახელების თეთრ მარმარილოს კედელს. ვიზიტორთა ცენტრში სადამკვირვებლო პლატფორმა და თეთრი მარმარილოს კედელი 93 რეისის ფრენის ბილიკის გასწვრივ მდებარეობს და გვახსენებს გმირობის ისტორიას და გმირებს, რომლებმაც თავიანთი გაბედული ქმედებით სხვების სიცოცხლე გადაარჩინეს. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დისკუსია გავაგრძელოთ ამ ვიდეოს კომენტარებში. დიდი მადლობა.